ტილების მიმღები მხარეები, რუსები და ამერიკელები ამასთან საქმეს არ დაიჭერენ. რა ეშველება ახლა ამ შემთხვევაში? იდეალური იქნებოდა უკრაინელი ხალხისთვის, ვიცი თუ კი არის დარჩენილი ესეთი ძალა, მოიკრიბათ ეს მთელი ნარკომანების და პიდარასტების და კვარტალ 95 ერთად და ტრიბუნალი მოეწყოთ და დაეყენებიათ ვინმე საპასუხისმგებლო პირი პატრიოტი უკრაინელი სამხედრო, რომელიც კარგად იაზრებს ამ ყველაფერს, რაც ხდება და ის გააფორმებდა ხელშეკრულებას, მაგრამ ეთყობა ეს არ მოხერხდება. ამიტომ სანამ ეს არ მოხერხდება, სანამ ზელენსკი ჯერ მის სკამზე იუაჭრებს, სანამდე ეს პროცედურები გაიწერება, აუცილებლად ამ პერიოდში რუსები, გადახედეთ ფრონტზე რა ხდება, როგორი წარმატებები აქვს რუსულ არმიას. ეთყობა სპეციალურად აძლევს ეს სააკაშვილის შტირლიცული პოლიტიკა არის. მაგისთვის ხო უკრაინა სამშობლო და რამე კი არა, ჩვეულებრივი კომპანია, რომელიც ხან აქედან იღებს ფულს და ხან იქედან. ეხლა ვინმე არ გამოვიდეს და არ თქვას, რომ აიმე ზელენსკი რუსებთან ამას როგორ იზამს. მთელი ამ ომის მანძილზე, მთელი ამ ხნის მანძილზე უკრაინა ჯიბეებს ივსებდა იმაში, რა ქვია, რუსეთიდან გაზის და ნავთობის და ამიაკის და ხორბლის შეთანხმების და 1000 სხვა რაღაცა რამით, კარგად ისა რა ქვია, საგავსებული ქონდა ჯიბეები. ჩამდე უკრაინული ქარხნები აწვდიდნენ ისეთ პროდუქციას, რომელიც რუსები შემდეგ შეიარაღებაში იყენებდნენ. ესაა ზელენსკი და ესაა ომი. წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ მეორე მსოფლიო ომში სტალინი ჰიტლერს ნავთობს აწვდიდეს, გაზს აწვდიდეს, ფულს უხდიდეს, ისეთ რამეს ყიდულობდეს, რომ ის შეიარაღებაში იყენებდეს და თან ომობდეს. წარმოგიდგენიათ ეს რამე მოხდებოდა ან ერთი მხრიდან, ან მეორე მხრიდან. ამიტომ არ არის ეს ომი. რა ბედიელის ახლა ამ დამპალ ნარკომანს ცოტა ძნელად საფიქრებელია. სააკაშვილი ვითო, სააკაშვილს ვიძია ხახვივით აქვს შენილი ყველაფერი. სააკაშვილი ეგ წამოწოლილია, კაი სჭამს, ჩართვებს აკეთებს, კლოუნობს, მთელი ამ ხნის მანძილზე სადა ქვეყანა იმას წუხს ევროპიდან ატლანტიკამდე, ვაი და ტუალეტში თუ შევიდა, ვაი და ეს თუქნა, ცალკე ლიზა იაცკო აკითხავს და იქანე ბავშვებს აკეთებს, ხან მეორე რა ვიცი, მთელი მისი ქარამხანა იქ მიდის და არის მშვენიერ დღეში და კაისვამს და მაგნერი ბეჭი და დაცულათაა, კაცშვილი არაფინ არ აფიცარეობდნენ. ახლა მაგნერი დღეში თუ ჩავარ და მადლობელი იყოს. США торговали Германии до 1941 года. Да еще больше. У американцев вот у них такая стратегия. Они всегда находят прибыль, когда в Европе идет война. Вот наполеоновские войны, которые просто разорила Европу, да, от этого принял большую выгоду Соединенные Штаты. Половину Америку за копейки купили от Наполеона. Первая мировая война, да? Разоренная была вся Европа практически. И в конце они вступили в войну, уже когда практически все было решено. То же самое на Второй мировой войне. И у них вот эта стратегия в крови. Так что американцы играют вообще без проигрыша. Вот в этом есть дело. Ну, бизнес – бизнес. Для кого-то мать родная, для кого-то война. Ну, ახლა ზელენსკის კი არ უნდა, ევროკავშირს არ უნდა ომის გაჩერება. ზელენსკის უკვე ზელენსკი არის მოლაპარაკე თავი. ზელენსკის არავინ არ ეკითხება არაფერს.
და აი